გადიოდა საქართველოდან გათეთრებული ფული ამ კითხვაზე ოფიციალური უწყებებისგან საზოგადოებას ჯერჯერობით პასუხი არ მოусმენია, თუმცა თუ გადავხედავთ ოფიციალურ მონაცემს, მათ შორის საბაჟო პუნქტებიდან თუ რა ოდენობის თანხები გადიოდა იმ საკვლევ პერიოდში, რომელსაც ახლა პროკურატურა იკვლევს 2022-24 წლებში, საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსული რუბლი შემოდის საქართველოში და ასევე დიდი რაოდენობის დოლარი, ევრო გადის ქვეყნიდან. მაგალითად 2020 წელს ეს მონაცემი იყო 188 მილიონი დოლარი, 2021-ში 299 მილიონს მიაღწია გატანამ ქვეყნიდან თანხის და 2023 წელს 1,9 მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტა გავიდა ქვეყნიდან, რაც ეკონომისტებს უჩენს კითხვებს, რა ხდებოდა ამ პერიოდში და რატომ გახდა საჭირო ამ ოდენობის თანხის გასვლა, რადგან არაერთი გამშვები პუნქტია, ეს არის მონაცემი მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან გასული თანხების, რაც შეეხება ნინოწმინდას, ვალეს და სხვადასხვა გამშვებ პუნქტებს, ასევე იქიდან გადიოდა დიდი რაოდენობით თანხები. ამ შემთხვევაში საუბარია როგორც დეკლარირებულ, ასევე არადეკლარირებულ თანხებზე და ეკონომისტები ამბობენ, რომ უცნობია ამ შემთხვევაში სად მიდიოდა, რომელ ქვეყნებში მიდიოდა, ან რომელი ფიზიკური თუ საფინანსო ორგანიზაციებიდან გადიოდა ეს თანხა და მათთვისაც მთავარი კითხვა არის ის, რას აკეთებდნენ საგამოძიებო უწყებები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც საქართველოში შემოდიოდა სახმელეთო საზღვრიდან, აზერბაიჯანიდან იმ დროს არადეკლარირებული და ეგრეთ წოდებული შავი ფული ქვეყანაში, რომლის კონტროლსაც მებაჟეები ვერ ახერხებდნენ. მარტო თბილისის აეროპორტიდან დარეგისტრირებულად გავიდა 2023 წელს ნაღდი ფული, ასე ვთქვათ, დოლარებით შემოდნებით 1,9 მილიარდი დოლარის ოდენობით. წარმოგიდგენიათ, სხვაგან რა ხდება ქუთაისის აეროპორტში, ბათუმში, სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. ვისია ეს ფული, რომელ ქვეყანაში შევიდა, რომელმა კომპანიებმა გაიტანეს, რომელმა ბანკებმა გაიტანეს, ლეგალურია ეს, არალეგალურზე არ ვამბობ და თუ ბანკებს გააქვთ და ამას ინკასაცია ჰქვია, მაშინ საიდან გაუჩნდა 1,9 მილიარდი დოლარი ბანკებს გასატანი, გარდა იმისა, რომ შედაბრუნებისას უამრავი ფული ისჭირდებათ. მაგალითად 2020 წელს თუნდაც იგივე თბილისის აეროპორტიდან გადიოდა 180 მილიონი დოლარი, ეს იყო ბანკების მიერ გატანილი აქ შეგროვებული ფული, რომელსაც საკუთარ მოკორესპონდენტო ბანკებში ანგარიშზე სვამდნენ. დღეს ეს რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა უკვე. 1,9 მილიარდია მარტო თბილისის აეროპორტიდან გატანილი თანხის ოდენობა. და არავინ იძლევა პასუხს, რომელ ქვეყანაში გავიდა, აქედან რომელმა კომპანიებმა გაიტანეს, რომელმა ბანკებმა, რომელმა ფიზიკურმა პირმა გაიტანა. თუ პროკურატურის ვერსიას გავყვებით, ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოში შავი ფული შემოვიდა აზერბაიჯანიდან ხმელეთის გზით, სახმელეთო გზით. ამ პერიოდში 2020 წლიდან კოვიდის შემდეგ აზერბაიჯანს საზღვარი ჩაკეტილი აქვს საქართველოსთან და ეგრეთ წოდებული ტრაილერები, დიდი მანქანები შემოდიან და მხოლოდ საქართველოს საზღვარზე მსუბუქი მანქანებით გადმოსვლა შეუძლებელია. პროკურატურას არ დაუზუსტებია რა ტიპის მანქანებით შემოდიოდა ეგრეთ წოდებული შავი ფული, თუმცა ადასტურებენ, რომ ეს ხდებოდა ინტენსიურად 2022-დან 2024 წლის პერიოდებში. ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ექსპერტები სვამენ კითხვას, თუ ტრაილერით შემოდიოდა ეგრეთ წოდებული შავი ფული ქვეყანაში, რა ხდებოდა, როგორ აუარეს მათ გვერდი კონტროლს და გამოჩნდა თუ არა სკანერზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთადერთი ახსნა აქვთ, რომ ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული მაღალ რგოლში, სახელმწიფო რკალში, შესაბამისად მათი თანხმობის და მფარველობის გარეშე ამ ოდენობის თანხა საქართველოში ვერ შემოვიდოდა. აზერბაიჯანის მხრიდან რუსული შავი ფულის შემოსვლასთან დაკავშირებით რატომ არ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან
და როგორ მოხდა ისე რომ როდესაც საზღვარი სახმელეთო ჩაკეტილია მანქანებით დღეში მილიონობით ლარი შემოხონდათ რუსული რუბლების სახით. ისინი ერთის მხრივ მიუთითებენ ამ ორი მეზობლის სპეცსამსახურების დაბალი დონის მუშაობაზე და მეორე მხრივ არ მუშაობენ ამ ქვეყნებთან რომ გამოიძიონ ეს საქმე. მე ვფიქრობ რომ ეს ისე და ისე კლანურ ბრძოლას და შიდა აუდიტორიაზე გავლენების მოხდანას უკავშირდება. თავდაცვის ბიუჯეტის ერთი წლის ოდენობა საქართველოში შემოდის შავი ფულის ფორმით. ამას გარკვეული გავლენა უნდა ჰქონოდა ეკონომიკაზეც და ლარის კურსზე. საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზანშეწონილობის ინტერესებს ითვალისწინებს და როდესაც პარტიას ეს აინტერესებს, მაშინ ხდება ამგვარი საქმეების გამოვლენა, მანამდე კი ყურადღების მიღმა რჩება, რაც ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. საქართველოს უსაფრთხოება ამ მდგომარეობაში არ იყოს რაღაც 5, ან თუნდაც 10 წლის წინ და ეს მდგომარეობა, რომელსაც ბოლო 5 წლის მოვლენები მიგვანიშნებს ანალიტიკოსებს, ძალიან სავალალოა და ძალიან ბევრი რისკის შემცველია ქართული სახელმწიფო. 60 მილიარდამდე რუსული რუბლის აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსტანასა და სავალუტო ჯიხურის დახმარებით მისი გათეთრების ფაქტზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული. პროკურატურა არ საუბრობს მივა თუ არა კვალი ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რადგან შეუძლებელი იყო ქვეყანაში საბაჟო პუნქტის გვერდის ავლით და მაღალჩინოსნების მფარველობის გარეშე შემოსულიყო ასეთი დიდი ოდენობით თამბი.